ლიკა გუნცაძე პოლიტპატიმრის დედა შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მადლობა რომ გვერდთვებით. მე ვიცი რომ თქვენთვის ემოციურად ძალიან მძიმეა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ყოფნა და იქ ვერ მიდიხართ, მაგრამ ალბათ დღეს ადევნებდით თვალს ძალიან ემოციურ მიმდინარეობას ამ სხდომისა. პირველ რიგში აი თქვენი მართლაც დამოკიდებულება გაგვიზიარეთ. იქ ბევრმა ცრემლი ვერ შეიკავა, იყო ტაში ადვოკატების მიმართვის საპასუხოდ და აი თქვენთვის რა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს? მინდოდა სანამ აი თქვენ იტყოდით და შეკითხვას დამისვამდით, მინდოდა დამეწყო ეთერი იმითი რომ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ადვოკატებს. ეს მართლაც აი უპრეცედენტო შემთხვევაა. მე არც წიგნებში წამიკითხავს, არ ვიცი, ალბათ არსად არ მომხდარა ესეთი რამე, რომ ასე ესეთი ადამიანური, ესეთი პროფესიონალიზმი, ასეთი ნათელი გონებით ეს ადვოკატები უბრალოდ ასე უანგაროდ უდგანან ჩვენ ბიჭებს გვერდზე, ჩვენ ოჯახებს. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ალბათ მადლობა ძალიან პატარა სიტყვა, არ ვიცი, ვერც პოულობ სიტყვას, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ყველა ადვოკატის მიმართ. არ ჩამოვთვლი ახლა ყველა სახელს და გვარს, არ დაგაკარგინებთ დროს, მაგრამ აი უკლებლი ყველას ჩემგან ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივისცემა. ეს დღეები რაც ეს ბოლო პროცესები მართლა ძალიან საინტერესოა. არაჩვეულებრივი სიტყვებით გამოირჩეოდნენ ადვოკატები, არაჩვეულებრივი, აი პირდაპირ გულიდან წამოსული. და აი მართლაც ხო და ყოველ სასამართლოს სხდომაზე ძალიან ემოციურია და ამ დროს ძალიან საქმიანი დასაბუთებულია თავად დაკავებულების სიტყვებით სამში მოვისმენთ ამ დროს სიტყვასაც. თქვენი მოლოდინი როგორია და რა ვიცი, თუ გაქვთ ინფორმაცია ამ დროს აქცენტი რა იქნება ამ სასამართლოს? დღეს რეზო კიკნაძის სიტყვა ნახე, წავიკითხე. და მართლაც აი ცრემლების გარეშე არ ვიცი, აი ძალიან მაგარი ბიჭია რა, ძალიან და ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე ნამდვილად. ანდროსაც შეეხება, ანდროს მომზადებული აქვს თავის სიტყვა, მე მგონი საკმაოდ გრძელი იქნება, როგორც თვითონ მითხრა, აქცენტები არ ვიცი რაზე იქნება, მაგრამ ვიცი რომ ესეთი გრძელი სიტყვა აქვს მომზადებული. ანდრომ ბოლოს თავის მეგობარს უთხრა, რაც როგორი განაჩენიც არ უნდა იყოს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? აი დღეს ადვოკატი საუბრობდა ნორმალურ ვითარებაში რომ ვიყოთ, სრულად უნდა გამართულნენ ბიჭები, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი იმდენად უსაფუძვლო მტკიცებულებები, გაყალბებული საქმის მასალები ვიხილეთ, ბრალდების მოწმეები, რომლებიც ვერც ვერაფერს ვერ ადასტურებენ, რომ მიუხედავად დიდი წნეხისა მოსამართლემ ასეთ ძიმე გარემოშიც კი უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ალბათ რთულია მოლოდინზე საუბარი, მაგრამ მაინც. ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტურად ავტორიტარიზმში უკვე ვართ. მართალია მე მაინც ვთვლი, რომ ეს ავტორიტარიზმის კარიკატურაა, მაგრამ მაინც ესეთ მდგომარეობაში ვართ, განუკითხაობაში, ესე დავარქმევდი. ამიტომ ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება. პირველივე დღიდან ჩანდა ეს, რომ არანაირი სამხილი არ იყო და არც გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ ეს ბიჭები აბსოლუტურად ერთმანეთთან კავშირშიც არ იყვნენ და არანაირი ძალადობრივი ქმედება მათგან არ მოდიოდა, ძალადობრივი და ჯგუფური მოდიოდა რობოკოპებისგან და პოლიციისგან, ეს ყველამ უკვე ვიცით და 9 თვე, ესე იგი 9 თვე ვერაფერს ვერ ამტკიცებენ. რა არცადეს, თავისივე მოწმეებიც კი, თავისი მოყვანილი მოწმეებიც კი ვერაფერს ვერ ამბობენ, არავისთვის ხელი არ დაუდიათ და
არ ვიცი თუ იცით აი გალუსტაშვილს ეხლა დიდი გამოცდის წინაშე დგას ცხოვრებაშიც პროფესიაშიც აი მორალურად არ ვიცი როგორ უნდა გამოუტანოს ამ ბიჭებს განაჩენი ესე იგი ცარიოს გალუსტაშვილი იყო ადვოკატების და ბრალდებულების ერთ-ერთი ადრესატი დღეს მას მოუწოდეს რომ დაფიქრდეს ვიდრე განაჩენის გამოსაცხადებლად ოთახში შევა და აი თქვენც თუ გსურთ პირდაპირ ეთერში მას მიმართოთ როგორც დედამ როგორც ქალმა იცით მე ვარ ოპტიმისტი ბუნებით და მაინც ვიტოვებ იმედს რომ ადამიანურად ქალია არ ვიცი შვილები ყავს თუ არა არ აქვს მაგას მნიშვნელობა უბრალოდ აი რო უყურებს ამ ბიჭებს ამათ გამოსვლებს თვალებში ჩახედოს მან ხო იცის ზუსტად რომ არც ერთი არ ტყუის მან ზუსტად იცის რომ ეს ბიჭები მართლები არიან და სიმართლე მათ მხარეს არის აი მაინც იქნებდა ღამე რომ დაწვება ორში ღამე იქნებ დაფიქრდეს და ეგეთ ცოდვაში არ ჩაყოს ფეხი აი ურჩებდი და ვთხოვდი კიდეც რომ წინა ახალგაზრდა ქალია წინა კარიერული სვლა ადამიანურადაც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ხო ყველა და მე ვფიქრობ რომ ღირს რო დაფიქრდეს და ნახოთ რა იქნება მადლობა ქალბატონო ლიკა ბოლოს თუ გაქვთ სურვილი მიმართოთ თავად სინდისის პატიმრებს რომლებიც ალბათ გვიყურებენ მათ შორის ანდროსაც ალბათ მაინც შეზღუდულია კომუნიკაცია ბოლოს როდის გქონდათ მასთან კონტაქტი მე არ მინახავს ანდრო 9 თვეა ხო სატელეფონო კონტაქტი ალბათ სატელეფონო 1 წუთი აი მაქსიმუმ 2 წუთი და წერილებით უფრო კონტაქტობთ მე მინდა ყველა ბიჭს მიმართო ყველას ვინც დატყვევებულია რომ მე როგორც დედა როგორც მეუღლე როგორც ქალი ვამაყობ თქვენ ყველათი და რა ვიცი ჩემთვის მართლა გმირები ხართ გაუტეხელი ადამიანები და ღმერთმა ქნას რომ მალე გამოხვიდეთ და ალბათ იმეგობრებენ ერთმანეთში ესე მე ვფიქრობ რომ მეგობრები იქნებიან და ძალიან მიყვარხართ მთელი გულით მიყვარხართ მთელი გულით და ყველაფერი კარგად იქნება მე ესე ვფიქრობ ჩვენც ამის გჯერა და მადლობა თქვენ გაუტეხელობისთვის ასეთი შემართებისთვის და აუცილებლად ბრძოლა ბოლომდე მადლობა ბრძოლა ბოლომდე. ლიკა გუნსაძე იყო პირდაპირ ეთერში ანდრო ჭიჭინაძის დედა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 3 სექტემბერს სავარაუდოდ ვნახავთ 11 პირის საქმეზე განაჩენს.